მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის არსის შესახებ. საერთაშორისო ურთიერთობებში სისტემური ანალიზი მე-20 საუკუნის 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან დამკვიდრდა. სწორედ ამ დროიდან მკვიდრდება საერთაშორისო სისტემის ცნება. საერთაშორისო სისტემის არსის გარკვევისთვის უნდა ვიცოდეთ პირველ რიგში ის, რომ თანამედროვე საერთაშორისო სისტემა შედგება პირველ ყოვლისა სუვერენული პოლიტიკური ერთეულებისაგან, სუვერენული სახელმწიფოებისაგან და მართალია ისინი სამართლებრივი თვალსაზრისით თანასწორუფლებიანები არიან, მაგრამ ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სიდიდით, პოლიტიკურ-ეკონომიკური სიძლიერით და შესაძლებლობით. რაც თავის მხრივ საერთაშორისო სისტემის სირთულის მთავარი მიზეზია. მეორე, საერთაშორისო სისტემის ძირითადი ელემენტები არიან სუვერენული სახელმწიფოები, მაგრამ მათ გარდა კიდევ არის სხვა ელემენტები, ანუ მონაწილეები, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ეკლესიის, საერთაშორისო კორპორაციების, ინტერესთა ჯგუფების და სხვათა სახით. საერთაშორისო სისტემას ახასიათებს სტაბილური ან არასტაბილური მდგომარეობა. არასტაბილური სისტემა უფრო ადვილად კარგავს წონასწორობას და ფუნქციონირების უნარს. ამასთან, სისტემა ნებისმიერი გაღიზიანების შემდეგ ცდილობს გაწონასწორებულ მდგომარეობას დაუბრუნდეს. ინტეგრირების ხარისხის მიხედვით განარჩევენ საერთაშორისო სისტემის 6 შესაძლებელ ნაირგვარობას. დღეს სწორედ ამ ნაირგვარობაზე ვისაუბრებთ, რაც ცნობილია როგორც მორტონ კაპლანის საერთაშორისო სისტემის 6 ტიპი. ძალთა წონასწორობის ტიპის სისტემა. ამ სისტემაში სუვერენული სახელმწიფოები მოქმედებენ რეალიზმის საუკეთესო ტრადიციის მიხედვით, ანუ ცდილობენ მაქსიმალური ძლიერების მიღწევას ანარქიულ საერთაშორისო გარემოში. ხისტი ბიპოლარული სისტემა. ამგვარ საერთაშორისო სისტემაში არ არის ბლოკებს გარეშე მყოფი სახელმწიფო. საერთაშორისო ორგანიზაციები ან მხოლოდ სიმბოლური სახით არსებობს, ან მათი როლი ფაქტობრივად ფორმალურია. უნივერსალური საერთაშორისო სისტემა. ამგვარ სისტემაში შემავალი სახელმწიფოების ფასეულობათა სისტემები ან ერთნაირი, ან მსგავსია. ამგვარი სისტემა ძლიერი ინტეგრაციის ხარისხით და საერთაშორისო სოლიდარობის მაღალი დონით ხასიათდება. იერარქიული საერთაშორისო სისტემა. აღნიშნულ სისტემაში განარჩევენ დირექტიულ და არადირექტიულ ტიპებს. დირექტიული ტიპის იერარქიული საერთაშორისო სისტემა თავისი ხასიათით ავტორიტარულია. არადირექტიული კი ფუნქციონირებს დემოკრატიის პირობებში მიღებული პოლიტიკური წესების მიხედვით. და ბოლოს ერთეული ვეტოს საერთაშორისო სისტემა. თავისი არსით ეს სისტემა, თომას ჰობსისეული, ყველას წინააღმდეგ ყველას ომის ვითარების სისტემური ასახვა. ის შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში. როცა სისტემის თითოეულ მონაწილე სუვერენულ სახელმწიფოს ექნება ისეთი იარაღი, რომლითაც შეიძლება ნებისმიერი სხვა აქტორის მოსპობა, თუნდაც საკუთარი გაქრობის ფასად. მაშასე, დღეს ჩვენ ვისაუბრეთ საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის არსის შესახებ. ჩვენი შემდეგი სასაუბრო თემა იქნება საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის ანარქიული ბუნება. გისურვებთ წარმატებებს.